Ის მიხედვით ახლა სამყაროს დასაბამიდან 7615 წელი თვეები მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე მილიონი წლის წინათაც არსებობდა. რის დასაბუთებასაც უძველეს ცხოველთა ნაშთებსა და აკვალებზე იყენებენ. რა შეგიძლია გითხრათ ამაზე? ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრია, სხვათაშორის შარშან იყო მთელი ლექციების ციკლი ამასთან დაკავშირებით და ბევრი ვისაუბრეთ. და მე ხლა ცოტა დაღლილი ვარ და ამ თემაზე საუბარი არ მინდა. ძველი ჩანაწერები შეიძლება ინტერნეტში იყოს და ნახოთ. ერთ რამეს ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენი ხანი არსებობდა სამყარო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მეცნიერები რას ამბობენ. ჩემთვის მნიშვნელობა ცით რას აქვს. რომ და მე რატო გავხდი ქრისტიანი? იმიტომ კი არ გავხდი ქრისტიანი, რომ მეცნიერები ამბობენ ესე. ბიბლიაში კიდევ ათოლა დაწყებული ადამი შეიქმნა, ადამმა იწყო რამდენი წელი, მერე იმიშვილმა ამდენი და მოყოლებული და ადამიანის ასაკი დაემთვლა მოდი დღემდე. ფოტოშორის თანამედროვე კულტურის ადამიანური ცივილიზაცია, რასაც ქვია. აი ადამიანური ცივილიზაცია. ახლა აქ არის ლაპარაკი 7000 აი ისტორიკოსია მამალევანი. მამალო, ცივილიზაციის ნაშთები 6000 წელზე იქით არსებობს. გონი 5000-ია მიჯნა დაახლოებით ესეა. ესე იგი მომდინარეთ ის რა არის. ხო, ანუ არ არის, ხო? არსებობს. ესე იგი მამალევანი ისტორიკოსია და დავეკითხე. აი რას ადამიანი რას ნიშნავს? და რატომ არ არის ადამიანი მაიმუნი? ადამიანი მაიმუნი თუ არ არის, რომ ადამიანი ქმნის, ადამიანი ვერეგუება, როგორც ამ სამყაროს მოქალაქე ხო არ არის ადამიანი? ადამიანი არის ამ გარდაცვლის მოქალაქე. ამიტომ ამ სამყაროს ვერეგუება და ეს ადამიანი ყოველთვის გარდაქმნის ამ სამყაროს. და ეს ვლინდება იმ კულტურულ ნაშთებში, რომელიც რჩება. 7615 წელს კი ამბობს ბიბლია, მაგრამ აი კიდევ თუ ხვალე რაღაცას იპოვიან, მოდი ესა 6000 წელი არის სრული საზღვარი. 5000 წელი და ცოტა მეტი შეიძლება. იმის იქით არანაირი ნაშთები ადამიანის არსებობისა არ არსებობს. არაფერი არ არსებობს. ხო, აბა აი თავის ქალები რო იპოვეს ის თქვენ ისეთ რომ ის ქალია თუ კაცი, ისიც კი არის ელის ადამიანი, ეს იყო სენსაცია, რომელთაც მე კაი შემოსავალი მოდის და ისინი არიან მაიმუნები. გარეგნულად გინახიათ, ჯერსეთის გარეგნობას ხო პირობითია, ხო ყველაფერი, მაგრამ ეს თავის ქალები, ფორმა. კარგი ისეთი ჩამოყალიბებული მშვენიერი მაიმუნია. არ არის მაიმუნი? არა ამბობს, ზოგადად არ ამბობენ, მაგრამ მე ვიცი ადამიანები, რომელთაც მას კერძო საუბრებში, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ის არის მაიმუნი. მეცნიერების ესე არის, homo erectus ეძახია მეცნიერები. ანუ homo sapiens. homo sapiens არ არის, ხო? აი მამალევანის ამბობს, homo sapiens არ არის. ანუ ჩვენ საუბრობთ homo sapiens-ზე. ჩვენ homo sapiens-ები ვართ. და როგორც ის ამბობდა, ავლებზურაბი homo moralus, ხო? ეს ხო და ეგ ანუ და არა აქვს მნიშვნელობა, რატო არ მაინტერესებს კიდევ. ეს ნაშთებსაც შეეხება ეს ყველაფერი. C ნახშირბადის რადიოაქტიური დაშლის მეთოდი, ეს ყველაფერი მეცნიერული შესაძლებლობები და ინსტრუმენტებია, რომელიც ყოველთვის ზუსტად არ მუშაობს. მაგას გარკვეული აქსიომები ჭირდება, წანამძღვრები ჭირდება ამას, რასაც არის ყოველი მეცნიერება გარკვეულ აქსიომებზე აგებული. ყოველი მეცნიერება არის საკუთარ თავში ჩაგებული და გარედან თუ რაღაც აქსიომები და პოსტულატები, უძრავი რაღაც დოგმები თუ არ მიიღო მეცნიერებამ, ის შიგა სივრცეში არ იმუშავებს. ამიტომ რაღაცები არის აქსიომებად აღებული და იმაზე აშენებენ. თუ ცოტა ზემოთ გავალ და სხვა აქსიომებს ავიღო, სხვანაირად იქნება ყველაფერი დანახული. და ჩემთვის მნიშვნელობა ამას იმიტომ არ აქვს. მე ქრისტიანობა იმიტომ კი არ ავირჩიე, ვინ როდის და რანაირად და რამდენი ხანი არსებობს. არამედ ყველაფერი განაპირობა ცოცხალი ღმერთის განცდა და შემდეგ ცოცხალი ღმერთის პოვნა ადამიანად მოსულ ღმერთში. იმ საოცარ სიმაღლეში, რომელსაც ქრისტიანობა ცნობილ სიმაღლეში, რომელსაც ქრისტიანობა გვთავაზობს. ეს არის ჩვენი საფუძველი ჩვენი რწმენისა. რას ამბობდი? არა, ის თემა მინდოდა, რომ პილდაუნის აღმოჩენა, რომელიც ცნობილი იყო გარკვეულ 70 წელს დამტკიცდა, რომ ოფიციალურად მაიმუნის ყვა ქონდა, მე თვითონ მეცნიერებაც აღიარეს. ეს ფალსიფიკაციები კი. პილდაუნის აღმოჩენა ოფიციალურად მეცნიერებაც თქვის, რომ ეს იყო ფალსიფიცირებული იყო ეს ყვა. თუ ახსოვდი 40 წელი იყო მამალევან ეს მუზეუმში დადებული ინგლისში, ხო? 40 წელი იყო ინგლისში დადებული და სინამდვილეში იყო შეფოთიწებული მაიმუნისა და რაღაცების ყბები და აი და რატო? ყველაფერს ამას როგორი სუნიუდეს, იცით? როგორი სუნიუდეს. არ მცდელობა იმისა, რომ როგორც რა მეთოდებიც, ნებისმიერი მეთოდებით იყო დარვინიზმი გაამართლა. ეს იმათი საქმეა. ფოტოშორის დარვინი არ იყო უცნაური ადამიანი რა, ეს კიდევ ერთი ნიუანსია უცნაური. ის მორწმუნე ადამიანი იყო.
ანგელოზის შექმნა